მოგესალმებით ჩემო კარგებო, მე მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, გიგზავნით ბევრს დადებით ემოციას და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. რა გიშლით ხელს? მანამდე შეგახსენებთ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონოთ და კომენტაროთ, რას გსურთ გავაკეთოთ გაშლები და შეგახსენებთ, რომ აქტიურ კომენტარების პატრონს აუცილებლად დავაჯილდოვებ ერთ შეკითხვაზე პასუხით უსასყიდლოდ და მე მივუთითებ მის კომენტარს ჩემ ტელეფონის ნომერს და შეგიძლიათ WhatsApp-ზე მოვწეროთ. მაშასე გავაკეთოთ გაშლა და გიბლოკავთ თქვენ წარმატების ენერგიას. გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი მოდი იყოს ეს მშვენიერესი ქალბატონი და მეორე ვარიანტი იყოს ეს ვარდისფერი ბურთულა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი გადავდოთ და ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, აი ეს მშვენიერესი ქალბატონი. რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში? რა გიშლით ხელს? მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ არის რაღაც თქვენს ქვეცნობიერში, რაც გიშლით ხელს გახვიდეთ სწორ გზაზე. შეიძლება ორ სიტუაციას შორის არჩევანი გიშლიდეთ ხელს. შეიძლება გგონიათ, რომ ეს მიზანი შორს არის და გაგიჭირდებათ მისი ასრულება, ან იქამდე მისასვლელი გზა გეშორებათ. თქვენ ეს რაღაც, რაც თქვენ გაყოვნებთ და გიშლით წარმატების მიღწევაში ხელს, არის ის, რომ თქვენ გგონიათ, რომ შორსაა ეს წარმატება თქვენთვის, რადგან სრულად არ ხართ ინფორმირებული აი იმ მისაღწევი გზების ცოდნა, ინფორმაცია არ გაქვთ, სწორი ინფორმაცია არ გაქვთ, ჯერ არ ხართ გაცნობიერებული როგორ მიხვიდეთ იქამდე და რა გვაშინებს ის, რაც არ ვიცით. და მაშასადამე, რადგან არ იცით როგორ მიხვიდეთ იქამდე, ამიტომ გაქვთ აი ეს შიში. რა აყოვნებს? კიდევ ნახოთ, რა გიშლით ხელს თქვენ სასურველი მიზნის მიღწევაში. შეიძლება ვინმე მამაკაცი გიშლიდეთ ხელს, ან გსურდეთ ამ მამაკაცთან მისვლა. შეიძლება თქვენი სურვილი ეხება მამაკაცს, რომელიც მანძილზეა თქვენთან და ახლა შეჩერებულია თქვენ შორის სიტუაცია და თქვენ გაშორებთ ძალიან დიდი მანძილი. შეიძლება ეს ადამიანი არის საზღვარგარეთ და თქვენ ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ ერთმანეთს და თქვენი სურვილი შეიძლება ეხებოდეს ამ მამაკაცთან კომუნიკაციას და შეიძლება ინტერნეტითაც კი ვერ ახერხებთ მასთან დაკავშირებას. რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში? თქვენ წარმატების მიღწევაში შეიძლება ხელს გიშლიდეთ რაღაც ცრუ ინფორმაცია, ან ინფორმაციის არ ქონა. შეიძლება სწორედ თქვენს
აი იმ გზას აბრკოლებს, წარმატებამდე მისასვლელ გზას აყოვნებს რაღაც ტყუილი, რომელიც გამოაშკარავდა და ეს ყველაფერი თქვენ ხელს გიშლით, რომ მიხვიდეთ სასურველ მიზნამდე. მაშინ რა უნდა გააკეთოთ თქვენ, რათა მიხვიდეთ თქვენს მიზნამდე? აცალეთ მეგობრებო სამყაროს. თქვენ მხოლოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს უნდა გააკეთოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს რაიმე საბუთს, რომელსაც ვერ იღებდეთ, შეიძლება ეს იყოს განქორწინება და აი ამ საბუთის დასტურს ელოდებოდეთ. ეს შეიძლება იყოს პირიქით დაქორწინება და აი ამ ფორმალობის გამო, საბუთის გამო ვერ ახერხებდეთ, ან სიშორის და გზის გამო ვერ ახერხებდეთ აი ამას. შეიძლება ეს ეხებოდეს ალიმენტის მიღებას, ან რაღაც, რასაც საბუთებს ეხება, მაგრამ თქვენ იცოდეთ, რომ თქვენ ეს გამოგივათ, მთავარია მიიღოთ მყარი გადაწყვეტილება, რომ всё, მე ეს გადაწყვეტილი მაქვს, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ და თქვენ სამყარო დაგეხმარებათ, რომ და გახვიდეთ აი იმ სწორ გზაზე, რაც მიგიყვანთ წარმატებამდე. მადლობა პირველებო, მე თქვენ დაგემშვიდობებით და თქვენს კომენტარებს დაველოდები და მოდი ვინც აირჩიეთ აი ეს საყვარელი ვარდისფერი ბურთულა. ნახოთ მეორეებო, თქვენ წარმატებაში რა გიშლით ხელს? ვერაფერი ვერ შეკაჩერებთ თქვენ. თქვენ ვერაფერი ვერ შეგიშლით წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელს. აქ ისეთი ცეცხლოვანი საოცრად მაგარი ქალბატონები მიყურებთ მეორეებო. თქვენთვის დაბრკოლება უბრალოდ არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ხერხით მიხვიდეთ თქვენს წარმატებამდე. შეიძლება დაგჭირდეთ გუნდი, შეიძლება ვინც დაგეხმარებათ ადამიანები, ჩართავთ ყველას და ყველაფერს, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზანს. აღარ ვიცი გავაგრძელო თუ არა გაშლა, იმდენად საოცარი ქალბატონი გვეწვია, თქვენ გაქვთ ყველანაირი რესურსი, რომ გახვიდეთ წარმატების გზაზე, შეისრულოთ თქვენი სანუკვარი ოცნება, მიხვიდეთ თქვენს საოცარ და ამაღელვებელ სურვილის ფინიშამდე. მოკლედ მეგობრებო, აქ ხართ ქალი მაგია, ქალი ყველაფრის შემძლე, ორიენტირებული გამარჯვებაზე, საკმაოდ ძლიერი ქალბატონი ხართ და თქვენ ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ მაინც ვიკითხავ, რა გიშლით ხელს თქვენი წარმატების გზაზე გასასვლელად, რა გიშლით ხელს? მეგობრებო, შეიძლება ახლა თქვენ ცოტა შემოგაკლდათ ენერგია და ისვენებდით, რაღაც გარკვეული პაუზა გქონდათ აღებული და თქვენ აი ქვეცნობიერში რეალურად არაფერი გიშლით, მაგრამ ქვეცნობიერში აი შიშები გაქვთ, შეუცნობელის გონიათ, რომ რაღაც დაბრკოლება შეგხვდებათ გზაზე და შეიძლება ეს მხოლოდ თქვენი ილუზიებია. რა გიშლით ხელს, რომ მიხვიდეთ სასურველ მიზნამდე? ისევ გამარჯვების კარტი ამოვიდა. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი და თქვენ ერთადერთი დაბრკოლება შეიძლება იყოს, რომ ორი სურვილი გაქვთ, რომელზეც კონცენტრირებას ვერ აკეთებთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. მაგრამ ერთ-ერთი უპირობოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის. შეიძლება ეს იყოს სწავლა განვითარება, შეიძლება ეს იყოს
რაღაცაში ფინანსების ჩადება და გეშინიათ ეს გამართლდება თუ არა, მეგობრებო, აუცილებლად მიიღებთ სასურველ რეზულტატს, თუ სადღაც თქვენ ფულის დაბანდება, ჩადება გადაწყვიტეთ, თქვენ ნამდვილად აქედან მიიღებთ შემოსავალს, მაგრამ ამას ცოტა დრო დაჭირდება. რა გიშლით თქვენ ხელს, რომ აისრულოთ თქვენი მიზნები და გეგმები. რა გიშლით ხელს. მეგობრებო, შეიძლება თქვენი ენერგია მიქონდეს ვინმე მამაკაცს. შეიძლება ეს თქვენი მეუღლე იყოს, შეიძლება ყოფილი პარტნიორი ან მოქმედი პარტნიორი, რომელსაც სურს, რომ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში თავისი აზრი გაატაროს და თავის ჭკუაზე გატაროთ და თქვენ აი ამ ყველაფრით თითქოს დაიღალეთ და თქვით, აი всё, მორჩა, მე მაქვს ჩემი აზრი, მე მაქვს ჩემი გეგმები და მე მზად ვარ ჩემი გეგმებისთვის ვიბრძოლო. თქვენ გააკეთებთ არჩევანს და სწორი არჩევანს აირჩევთ თქვენს თავს აი აქ და თქვენს მიზნებისკენ მიმავალ გზას. და რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამ შემთხვევაში? დიახ, თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი კომფორტი, თქვენი თავი, მეგობრებო, მიიღოთ გადაწყვეტილება, შეიძლება ფართო მასშტაბზე უნდა გახვიდეთ, მეგობრებო, თქვენი აზროვნება არ უნდა შემოიფარგლოს, შეიძლება რაღაც საქმე დაიწყოთ და ინტერნეტით მოგიწიოთ მოღვაწეობის გაგრძელება, ან თქვენი საქმიანობა გაიტანოთ ფართო მასშტაბებზე ინტერნეტით და იქიდან მიიღოთ საოცრად კარგი შემოსავლები და გახვიდეთ სწორედ იმ შედეგებამდე, რაზეც გსურთ, რომ გახვიდეთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი. მეორეებო, გილოცავთ თქვენს და მე ველი თქვენს კომენტარებს. გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.